მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. სამაჯურების მიმოხილვის დღევანდელი მესამე ნაწილისთვის კომპლექტში სატარებელი სამაჯურები შევარჩიე. სულ 4 ნაკრებს წარმოგიდგენ, რომელთაგან 3 სამ-სამ სამაჯურს აერთიანებს, მეოთხე კი 2-ს. დავიწყებ ნაკრებიდან, რომელსაც 2 სახელი დავარქვი. არ მახსოვს შემთხვევა სახელების ვარიანტებს შორის არჩევანი ვერ გამეკეთებინოს. მაგრამ ამ ჯერზე ასე მოხდა და გული რომ არ დამწყდეს ნაკეთობას ორივე სახელი დავუტოვე. ჩამუქებულ ბრინჯაოსფერ ფურნიტურასთან შეერთებული ეს შესანიშნავი იასპები ქვიშის ფაქტურის მსგავსი მოხატულობით, ერთის მხრივ თითქოს სიძველით დაღდასმულ ნივთებს მაგონებენ, მეორეს მხრივ კი ქვიშიან სანაპიროებთან ასოცირდებიან. ამიტომ ამ ნაკრებს პირველ სახელად ჰქვია შეხვედრა წარსულთან, ხოლო მისი მეორე სახელია ქვიშიანი პრერიები. თითოეული სამაჯური ქვებისა და დეკორატიული მძივების სხვადასხვა თანამიმდევრობით ავაწყვე, რის გამოც ისინი თუმცა კი განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ მაინც ერთ მთლიან სხეულს წარმოადგენენ. ამიტომ მათი ცალ-ცალკე ტარება იმ უხდს არღვევს, რომელსაც სამაჯურების ერთობლიობა ბადებს. პირველი სამაჯური შედგება ქვების, ტალღოვანი დისკების, გამყოფი მძივების, ბურთულაკებისა და ცილინდრული მარყოჟიანი ელემენტისგან, მასზე ჩამოკიდებული გასაღებით. მეორე სამაჯურში ბურთულაკები ნაწილობრივ შეცვალეს შუშის რონდელებმა და მეტალის ელემენტებმა, რომელთაგან ორ ოვალურ მძივს აჟურული დეკორი ალამაზებს. მესამე კი პოლუსებ წაკვეთილ სფეროს წააგავს. სამაჯურის ცენტრში ერთი ქვა მოვახვედრე. ხოლო მესამე სამაჯურში ცენტრალური ადგილი უკვე 2-მა იასპმა გაინაწილა. ამის გარდა რონდელებმა ნესვის ფორმის მძივებს დაუთმეს ადგილი და დეკორატიული ელემენტების გუნდს ერთი სფეროსებური მძივიც დაემატა. ტალღოვანი დისკები კი სამივე სამაჯურის უცვლელ წევრებს წარმოადგენენ. ერთ მონოლითად შეკრული ეს სამი სამაჯური შორიდან ვინტაჟური სტილის დეკორით გამდიდრებულ ერთ განიერ სამაჯურად აღიქმება, რომელიც თითქოს ძველ კიბში იპოვეს და სიცოცხლე განუახლეს თანამედროვე ადამიანების გულის გასახარად და წარსულის ისტორიების მოსათხრობად. ამასთანავე თითოეულ ქვაში თითქოს ქვიშის ქარიშხალი ტრიალებს და განუმეორებელ სილუეტებს ხატავს ზედაპირებზე. სტიქიის მშფოთვარე ბუნება და წარსულის სიმშვიდე გასაოცრად თანაარსებობენ სამაჯურების ამ ნაკრებში. ნეტავ მეორე კომპლექტიც ხომ არ იწვევს ასოციაციების ასეთივე კორიანტელს. მოდით ვნახოთ, რას გვიმზადებენ შემდეგი სამაჯურები. ამ ნაკრებშიც ვხედავთ დეკორატიული ელემენტების მრავალფეროვნებას და არა მარტო დეკორის. აქ მხოლოდ ერთი ქვით არ შემოვიფარგლე. პირველი ნაკრებისგან განსხვავებით დიზაინში 4 სახეობის ქვა მონაწილეობს. მონაცრისფერო მწვანე პრინიტი კოპლებისებური ჩანართებით, ამეთვისტო, შაქრიანი კვარცი და რამოდენიმე აგატი. ამ სამეულიდან პირველ სამაჯურად საკიდიანი სამაჯური ჩავთვალოთ, რომელიც ხელის მტევანთან ყველაზე ახლოს მოხვდება ცენტრში მოთავსებული კონწიალა დაბრტყელებული ფორმის აგატით. ორ ამეთვისტოს პატარა აგატისთვის, როგორც ბავშვისთვის ჩაუკიდიათ ხელი. ამეთვისტოს ქვებს პრინიტების ჯარი უდგას მხარში. აგატიანი საკიდის მოპირდაპირედ მძივის ქუდებს ჩახუტებული ბრინჯაოსფერი მრგვალი მძივი ორ ნაწილად ყოფს პრინიტების რიგს. ადვილი მისახვედრია, რომ შუა ადგილი შაქრიანი კვარცის მოზრდილი ქვების შემცველ სამაჯურს ეკუთვნის. ეს ღია ფერის მოთეთრო მოყვითალო შაქარ-ყინულის მსგავსი ქვები საერთო სიჭრელიდან გამოიყოფიან, მზერას იზიდავენ და თავისი ორიგინალურობით მთელი ამ ანსამბლის მშვენებას წარმოადგენენ. მათი შემაკავშირებელი დეკორატიული მეტალის მძივი მარტო ამ შუა სამაჯურში გვხვდება. მისი ბრინჯაოსფერი სიმუქე ღია ტონალობის კვარცების გვერდით აძლიერებს ამ კვარცების მოყინვის ეფექტის ახმადობას. გარდა ამისა, ფორმაც ძალიან მოუხდა ამ კომპლექტის ხასიათს. კვარცის ქვების მომხიბლაობა არა მარტო ამ დეკორატიული მძივითაა ხაზგასმული, არამედ ამეთვისტოს ქვების იასამნისფერი შეფერილობითაც, რომელიც შესანიშნავ ფონს წარმოადგენს კვარცების წამყვანი როლისთვის. იასამნისფერის შეჭრამ პრინიტების სიჭრელეში თითქოს სიმშვიდის ტალღა შეიტანა ტონალობათა აბობოქრებულ ოკეანეში. მესამე სამაჯური დანარჩენ ორთან შედარებით სადად გამოიყურება. აქ ქვების სახეობათა უმრავლესობას პრინიტი წარმოადგენს. მომცრო ამეთვისტოს ქვა პრინიტების გუნდში ობლად კი გამოიყურება, მაგრამ სამაგიეროდ ცენტრში ზის და მძივის ქუდებიც ამკობენ. მის მოპირდაპირედ ორი პატარა ბრტყელი ფორმის აგატი ცდილობს გვაჩვენოს თავისი სილამაზე პრინიტების თავბრუდამხვევი მრავალფერიანობიდან.
სამივე სამაჯურში ოღონდ განსხვავებული თანამიმდევრობით გამოყენებული მაქვს ორი სახის მძივის ქუდი, ტალღოვანი ფორმის გემატიტის ქვები და ბურთულაკები. ამ გასამშვენებელი ელემენტების გარეშე ნაკეთობა თვალს ერთიან ჭრელ მასად მოეჩვენებოდა. პირველი ნაკრების მსგავსად, ეს ნაკრებიც სამი სამაჯურისგან შეკრულ ერთ მთლიან ნაკეთობად მოიაზრება და განუყოფელია. მოხმარების ინსტრუქცია რომ მოყვებოდეს ეწერებოდა: სამაჯურების ცალ-ცალკე ტარება მკაცრად აკრძალულია. არ დამავიწყდეს ამ სამეულის სახელის გაჟღერება. სხვადასხვა ვერსიები ებრძოდნენ ერთმანეთს. ბოლოს ერთ-ერთმა გაიმარჯვა და კომპლექტს ველური კენკრა დავარქვი. პრინიტების ჰაეროვანი სიჭრელე ჩემში წყლიანი კენკრის ასოციაციას იწვევს და ამიტომ კენკრის ვერსიამ სხვა ვარიანტები გადაწონა. მესამე ნაკრები ძვირფასო მეგობრებო, ნამდვილად იმსახურებდა მეფურ სახელწოდებას, რადგან ჩვენს მზერას ხელმწიფობის სიმბოლოდ აღიარებული ფერით იტაცებს. პორფიროსანი, ანუ სამეფო მანტიით შემოსილი. განა სხვა სახელი ეკადრებოდა ამ ძოწეულს. ამ კომპლექტის სამაჯურების ოქროსფერი ტონალობის დეკორი სხვა კომპლექტების დეკორთან შედარებით მოკრძალებულია. განაპირა სამაჯურებში მხოლოდ ქვების გამყოფი გემატიტები გამოვიყენე და ერთი მძივი, მცირე აქცენტის შესაქმნელად. ამ სამაჯურებს შორის კი შედარებით გამშვენებული სამაჯური განთავსდება. მისი ცენტრი შედგება ძოწის ორი ქვისგან, შუაში მოელვარე წახნაგებიანი შუშის რონდელით და მარაოსებრი მეტალის მძივებით ორივე მხრიდან. დანარჩენი ძოწები ბორბლის ფორმის რელიეფურ მძივებს რითმულად ენაცვლებიან და ოდნავ ფართო რონდელების შემოსაზღვრულ მძივთან იყრიან თავს. ძოწის ქვებისგან შექმნილი სამკაულები ყოველთვის ელიტარულად გამოიყურებიან და ვფიქრობ არც ეს ნაკრებია გამონაკლისი. წარმოიდგინეთ შავი ხავერდის გრძელი კაბა და მაჯას შემოხვეული ეს სამაჯურები სამივე ერთად. არაჩვეულებრივი შეხამება იქნება ჩემი აზრით. ძოწეული სიღრმეში ჩაძირულებმა დროა ცაში გავინავარდოთ და დავათვალიეროთ ნაკრები, რომლის ფერიც ასოცირდება ჰაეროვნებასთან და სიმსუბუქესთან. ჰაერის და წყლის სტიქიების გამოხატულება გახლავთ ამაზონიტების ეს შესანიშნავი ქვები, ამ სამაჯურების დაბადების მიზეზნი რომ გახდნენ. როგორც დასაწყისში ვთქვი, ბოლო ნაკრები მხოლოდ ორი ნაკეთობით იქნება წარმოდგენილი. შეამჩნევდით ალბათ, რომ თუ ერთ სამაჯურში მოუხეშავმა მართკუთხა დაწახნაგებულმა ქვებმა მოიყარეს თავი, მეორეში ქვებს უფრო დენადი რბილი მოხაზულობის წახნაგები აქვთ. თავდაპირველად ისინი ერთ სამაჯურში ერთიანდებოდნენ და მეც ასეთი სახით შევიძინე. თან ეს სამაჯური ჩემი მაჯისთვის განიერი იყო და აც დიდად გამშვენებული დიზაინის კუთხით. ამიტომ გადავწყვიტე ამ სადად აწყობილი სამაჯურისგან ორი სამაჯური გამომეყვანა სხვადასხვა დეკორატიული ელემენტების დამატებით. ერთ საინტერესო მომენტს მინდა მივაქციო თქვენი ყურადღება. თუ წინა შემთხვევებში ნაკრების ყველა სამაჯურისთვის ერთი ტონალობის ფურნიტურა იყო შერჩეული, აქ ვეცადე ვერცხლისფერი და ოქროსფერი დამემეგობრებინა. შესაძლოა ზოგს შეუსაბამო შეხამებად მოეჩვენოს, მაგრამ დიზაინის თანამედროვე ტენდენციებში ბევრ უჩვეულოს ვაწყდებით. პირველ სამაჯურში ოქროსფერ ფურნიტურას წარმოადგენენ გემატიტის დისკები, მძივის ქუდები და მარყუჟიანი დეკორატიული მძივი ცრემლის ფორმის საკიდით, რომელიც ხელის მოძრაობისას ლამაზად ირხება. ხუთი მოზრდილი ამაზონიტის გარდა ვხედავთ მცირე ზომის ორ მრგვალ ამაზონიტსაც მარყუჟიანი მძივის მიმდებარედ. დიდ ამაზონიტებს შორის შუშის მოელვარე მძივების ჩასმამ ძალიან ეფექტური გახადა სამაჯური. ნაკრების მეორე სამაჯურში ამაზონიტის ქვები ერთმანეთისგან ისევ შუშის მძივებით რომ გამომეყო, გადაჭარბება იქნებოდა. ამიტომ მათ აქ აგატის ნაზი, ბლანტი მწვანე ფერის ქვები შევუხამე. ტალღისებური დისკების შესაფერისი დამატება აღმოჩნდა, რადგან ისინი ამაზონიტების მოქნილ ფორმას შეესაბამებიან. მცირედი სიბრჭყვიალე მაინც გაიპარა ორი ბორბლისებური შუშის მძივის სახით სამაჯურის იმ მონაკვეთზე, რომელიც მაჯის ქვედა მხარეს მოხვდება, მაგრამ ამ ელემენტების ჩართვა ვფიქრობ აუცილებელიც კი იყო ნაკეთობისთვის ჟარმის შესამატებლად. უერთმანეთოთ ეს სამაჯურები ვეღარ წარმომიდგენია და რადგანაც განწყობას ძალიან ამაღლებენ, ნაკრებს სიხარულის მახარებლები დავარქვი.
მუდამ გვიხაროდეს და სიხარული გახდეს ჩვენი მამოძრავებელი ძალა. ვუსურვებდი ყველას ამ ვიდეოს დასასრულს. დამშვიდობებამდე კი ვიტყვი, რომ რამოდენიმე სამაჯური კიდევ დარჩა მიმოსახილი და ამას შემდეგ ეპიზოდს დავუთმობ, რომელიც მალე გამოვა. გამომრჩა იმის თქმა, რომ წარმოდგენილი სამაჯურებიდან ყველა გათვლილია 18 სანტიმეტრის დიამეტრის მაჯაზე. ვიმედოვნებ დღევანდელი ვიდეო საინტერესო გამოვიდა. თუ გსურთ მხარი დაუჭიროთ ჩემს შემოქმედებას, მოიწონეთ და გამოიწერეთ არხი. გაააქტიურეთ ზარის ღილაკი, დატოვეთ კომენტარები და გაეცანით სხვა ჩემს მიერ შექმნილ სამკაულებს პლეილისტის მეშვეობით, რომლის ბმულიც ამ ვიდეოს ქვეშ აღწერილობაში დაგხვდებათ. მომავალ შეხვედრამდე ძვირფასო მეგობრებო.